წარმოიდგინე უზარმაზარი წითელი ხავერდის ფარდა. მის უკან რაღაც უნდა იყოს, ხომ? თუ იქ რეალურად არც არაფერია. შენ ეს არ იცი, არც მე ვიცი და არც არანაირი მტკიცებულება არსებობს. ზოგი ამბობს, რომ ფარდის უკან აუცილებლად რაღაც უნდა იყოს. ზოგი ამბობს, რომ სანამ არ ნახავს ვერ დაიჯერებს. ზოგი კი ამბობს, რომ ეს არ ვიცით და ვერც ვერას დროს გავიგებთ. მე ვარ კოენი და ამ ვიდეოში თქვენ გაიგებთ თუ რა არის ფარდის იქით. დილით იღვიძებ, ტელეფონს იღებ და ეკონომიკური კრიზისის შესახებ კითხულობ. პირველი აზრი რაც ჩნდება, სახელმწიფო უნდა ჩაერიგოს და ეხმაროს ხალხს შექმნას სამუშაო ადგილები. ცოტა ხანში მანქანაში ზიხარ და საცობში ხარ გაჭედილი. გონებაში უკვე გესმის. მთავრობამ ინფრასტრუქტურა უნდა განავითაროს, მეტი გზები, მეტი ხიდები, მეტი გვირაბები. მუშაობდა ხელფასის დღეს გახსენდება, რომ რეალურად 20%-ით მეტი უნდა აგეღო რომ არა გადასახადები. ფიქრი უცებ გეცვლება. ეს ხომ ყაჩაღობაა, რა უფლებით მართმევენ ჩემი შრომის 20%-ს. საღამო სუპერმარკეტში შედიხარ და პროდუქტების გაძვირებულ ფასებს ამჩნევ. თავში ისე ვისმის ხმა. მთავრობა უნდა ჩაერიგოს, დაარეგულიროს, კონტროლი დაამყაროს. ბენზინგასამართ სადგურზე მიდიხარ და გაძვირებულ ბენზინს ხედავ. მაშინ ფიქრობ, რატომ ერევია თავისუფალ ბაზარში. მოთხოვნა და მიწოდება თვითონ დაარეგულირებს ყველაფერს. სახლში ბრუნდები და ქუჩაში უსახლკაროს ხედავ და ფიქრობ, რომ სოციალური პროგრამები აუცილებელია. ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. ხედავ, ერთ დღეში უკვე რამდენჯერ შეიცვალა იდეოლოგია. სოციალიზმიდან ლიბერტარიანიზმზე, კოლექტივიზმიდან კი ინდივიდუალიზმზე. და იცი რა, ეს სრულებით ნორმალურია, ეს არის ადამიანის ბუნება, რთული, წინააღმდეგობრივი და კონტექსტზე დამოკიდებული. პრობლემა მაშინ იწყება, როცა ჩვენ ამ სირთულეების გამარტივებას ვცდილობთ. როცა ვამბობთ, მე კონსერვატორი ვარ, ან მე პროგრესული ვარ. ეს უკვე საკუთარი აზროვნების იმ ნაწილების მოჭრაა, რომელიც არსებულ ჩარჩოში ვერ ეტევა. და იცით ეს რატომ ხდება? იმიტომ რომ იდეოლოგია არის ის, რისის გჯერათ. იდეოლოგია არის ის, რაც კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ. როდესაც ვსაუბრობთ იდეოლოგიებზე, ყველაფერი ერთმანეთში უცნაურად ჩდება. კომუნიზმი გვპირდება სრულ თანასწორობას, მაგრამ ხშირად თან ახლავს ძალადობა და ეკონომიკური კრიზისი. კაპიტალიზმი აჩენს თავისუფლებას და ინოვაციას, მაგრამ უთანასწორობა და სესხების პოლიტიკა ანადგურებს საზოგადოების უმეტესობას. ანარქიზმი ლამაზად ტოვებს ადამიანის თავისუფალს, მაგრამ სტრუქტურის გარეშე ქაოსი იჩენს თავს. ფაშიზმი და ულტრანაციონალიზმი აძლიერებს საზოგადოებას საერთო მიზნის ილუზიით, მაგრამ ხარვეზების ღრმახროლში იკარგება ინდივიდის თავისუფლება. ყველა სისტემა რაღაც მომენტში სწორია, სამართლიანობის და უსაფრთხოების იდეით, მაგრამ ამას ყოველთვის თან ახლავს პრობლემები და შეზღუდვები. სწორედ ეს არასტაბილურობა გვაძლევს საშუალებას რეალურად დავინახოთ, რომ არ არსებობს აბსოლუტურად სწორი იდეოლოგია. როდესაც ადამიანები ხედავენ იდეოლოგიურ პარადოქსებს, ისინი ფიქრობენ, რომ მათ გამოსავალი იპოვეს. ისინი ამბობენ, მე რელატივისტი ვარ, არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება და სწორი იდეოლოგია. ისიც რა, ეს მოსაზრება გონივრულად ჭრეს, მაგრამ მაშინვე ეჯახება თავის თავს. ეს განცხადება აბსოლუტურია. თუ განცხადება ჭეშმარიტია, მაშინ მაინც უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთი ჭეშმარიტება. ანუ თვითონ ეს განცხადება. თუ მცდარია, მაშინ მაინც არსებობს რაღაც, რაც ჭეშმარიტია. მოკლედ, რელატივიზმი, რომელიც ყველაფრის ფარდობითობას ამტკიცებს, თვითონ ხდება გამანადგურებელი პოზიცია. ეს გავს იდეას, რომელიც საკუთარ კუთხს ჭამს. ცენტრიზმი ამბობს, მე ვიღებ საუკეთესოს ყველასგან. ეკონომიკური ბუმის დროს თავისუფალ ბაზარს ირჩევს, კრიზისის დროს კი რეგულაციას. მიგრაციაზე ერთ დღეს საზღვარს ხურავს, მეორე დღეს კი ეკონომიკის ძრავად აღიარებს. ცენტრიზმი ხშირად არაბალანსია, არამედ პრინციპების ნაკლებობა. ფერი იცვლება სიტუაციის მიხედვით. აპოლიტიკური პოზიცია თითქოს დისტანცირებაა. რეალურად ხშირად სტატუს-კვოს მხარდაჭერაა. თუ არა პროტესტებთ სისტემას, მხარს უჭერთ მას. თუ უსამართლობას უყურებთ ჩუმად, ნებას რთავთ მის გაგრძელებას. მთელი ეს აქტივობა, საკუთარი აზრების დარეგულირება, ჭეშმარიტების ძიება, მართლა საჭიროა? დიახ, ჩვენ ვერ გავექცევით იდეოლოგიურ ჩარჩოებს. ჩვენი ტვინი ევოლუციურად პროგრამირებულია, რომ ეძებოს წესრიგი, შექმნას აზროვნების სისტემები, გამოიყენოს ისტორიული მაგალითები, შექმნას კავშირები იქაც კი, სადაც ეს არ არსებობს. ჩვენ ვქმნით მენტალურ ოპერაციულ სისტემებს, რომ გავერკვეთ სამყაროში. თუნდაც განცხადება, მე არ მაქვს იდეოლოგია, ეს უკვე იდეოლოგიური პოზიციაა. ვთქვათ, რომ ყველაფერი სუბიექტურია, უკვე მტკიცება ობიექტურობის წინააღმდეგ. ვთქვათ, არაფერს არ აქვს აზრი, უკვე არის აზრის მინიჭება. ყველა იდეოლოგია ორმხრივია. აქვს მართალი და მცდარი მხარეები. მათ შორის იდეოლოგიები, როგორებიც არის რელატივიზმი, ცენტრიზმი ან აპოლიტიკურობა, თავის თავში ატარებენ სიბზნეს და სიცრუეს ერთდროულად. ანუ თვით რელატივიზმი, რომელიც ამბობს, რომ არ არსებობს სწორი იდეოლოგია, თავისთავად იდეოლოგიაა და ისიც არასწორია. ეს არის იდეოლოგიური შიზოფრენია. ჩვენ ვირჩევთ იდეებს, ვაგებთ სისტემებს და ვინდობით რწმენებს, მაგრამ ყოველთვის არჩევანი არის ორმხრივი, არასრული და არასდროს აბსოლუტური. თქვენ ალბათ იტყვით, რომ იდეოლოგია ცვალებადია, მაგრამ ზოგი რამ ხომ ობიექტურად ნორმალურია. მოდი ერთად შევამოწმოთ. 500 წლის წინ ნორმალური იყო ადამიანების საჯაროდ დაწვა იმის გამო, რომ მათ ჯადოქარი უწოდეს და ეს უჯახურ სანახაობად ითვლებოდა. ნორმალური იყო 12 წლის გოგოს გათხოვება, ადამიანებით ვაჭრობა და დუელები ღირსების გულისთვის.
დღეს ამას ბარბაროსობას უწოდებთ. დღეს კი ნორმალურია 8 საათი ეკრანის წინ ჯდომა, შაქრისა და ტრაფიკების ჭარბი მიღება, საკუთარი ცხოვრების ვირტუალურ სივრცეში მუდმივი გამოჩენა, არანორმალური გართობა კონცერტებში, წვეულებებსა და ღამის კლუბებში, კომფორტის მისაღწევად საჭმლის გამოძახება და დემოკრატიის სახელით საკუთარი აზრის გამოხატვა, რაც ხშირად მხოლოდ ტრადიციაა. და ასე თქვენ ჩვენზე 500 წლის შემდეგ, რომ ჩვენ ეკრანების ყურებით ვიწამლებოდით, სწრაფყვებას მივიწმევდით და ბედნიერებას ექსტრემალურ გართობაში ვეძებდით. და დემოკრატია კიდევ მხოლოდ ილუზია იყო, რომელიც ძირითად პრობლემებს არ აგვარებდა. ამავე დროს გეოგრაფიული ნორმა სრულიად განსხვავებულია. ამერიკაში იარაღის ტარება კონსტიტუციური უფლებაა. იაპონიაში იარაღი მძიმე დანაშაულია. საუდის არაბეთში ალკოჰოლი მკაცრად აკრძალულია, ხოლო გერმანიაში ლუდს სამსახურშიც კი სვამენ. ინდოეთში ძროხა წმინდა არსებაა, ამერიკაში კი იგივე ძროხა უბრალოდ ბურგერია. ჩინეთში ზაღლით ხორცი დელიკატესია, დასავლეთში კი ეს წარმოუდგენლად აღიქმება. და ვინ არის მართალი ან ვისი ნორმალური არის მართლა ნორმალური? პასუხია ყველასი და არავისი. ნორმალური არის ის, რაზეც კონკრეტული ჯგუფი კონკრეტულ დროსა და ადგილას თან ხვდება. რაღაცის ნორმალურობას ჩვენ საზოგადოება ვადგენთ და ეს არ არის წინასწარ განსაზღვრული. თქვენი ტყვით რომ კარგი კულტურა სუბიექტურია, მაგრამ მეცნიერება ხომ ობიექტურია? არც ისე. ისტორიის განმავლობაში მეცნიერების ობიექტური სიმართლეები ხშირად იცვლებოდა. ოდესღაც ფიქრობდნენ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო. შემდეგ კი გაერკვა, რომ ის ბზის გარშემო ბრუნავს. შემდეგ მეცნიერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სივრცე სავსე იყო უხილავი ეთერით. რაღაცა უხილავი ჰაერით, რომელიც ყველა სივრცეს ავსებდა. მაგრამ აინშტაინმა აჩვენა, რომ ასეთი ეთერი არ არსებობს და სივრცე ფაქტიურად სარიელია. მალე კი კვანტურმა ფიზიკამ დაამატა, რომ სივრცე მთლად სარიელი არ არის და იქ მუდმივად შთება და ქრება პატარა ენერგიის ნაწილაკები, რასაც კვანტურ ფლუქტუაციებს უწოდებთ. არც ფიზიკის კანონებია უცვლელი. ნიუტონისთვის დრო აბსოლუტური და ყველგან ერთნაირი იყო. აინშტაინისთვის კი ფარდობითი, რომელსაც შეუძლია გაჭიმვაც და შეკუმშვაც. კლასიკური ფიზიკა ამბობდა, რომ ნაწილაკს ზუსტი მდებარეობა აქვს, მაგრამ კვანტურმა ფიზიკამ გვაჩვენა, რომ ის შეიძლება ერთდროულად ყველგანაც იყოს და არსადაც. მეცნიერების აბსოლუტური სიმართლეები დროში იცვლებოდა ისე, თითქოს ეს მოდა ყოფილიყო. და ამის ყველაზე მაგარი მაგალითია ორმაგიჭრილის ექსპერიმენტი. წარმოიდგინე, რომ პატარა ნაწილაკებს, მაგალითად ელექტრონებს ან სინათლის ნაწილაკებს, ვესვით კედელს, სადაც ორი პატარა ჭრილია. თუ ეს ნაწილაკები მხოლოდ ნაწილაკებით მოიქცევიან, როგორც პატარა ბურთულები, მაშინ ეკრანზე უნდა მივიღოთ ორი ნათელი ზოლი, თითოეული ჭრილიდან. მაგრამ როცა ექსპერიმენტს ვატარებთ, ეკრანზე ჩნდება არა ორი ზოლი, არამედ ბევრი ზოლი. ეს არის ტალღების ნიმუში, თითქოს ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახებიან, როგორც წყლის ტალღები. აქ ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ როცა არავინ იკლევს და აკვირდება, რომელ ჭრილში გაიარა ნაწილაკმა, ის ერთდროულად ორივე გზით გადის და ტალღის მსგავსად ქმნის ბევრ მსგავს ჭრილს. მაგრამ თუ დავაყენებთ მოწყობილობას, რომელიც ადგენს ან აკვირდება, რომელი ჭრილით გავიდა ნაწილაკი, ტალღები ქრება და ეკრანზე ისევ მხოლოდ ორი ზოლი ჩანს. ანუ თვითონ დაკვირვება ცვლის შედეგს. ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს, რომ კვანტურ სამყაროში რეალობა სრულიად სხვანაირად მუშაობს. სანამ არ გავზომავთ, ნაწილაკი შეიძლება ერთდროულად იყოს რამდენიმე ადგილას, მაგრამ გაზომვისას ირჩევს ერთს. და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დაკვირვება ფიზიკურად ცვლის რეალობას. და თუ ობიექტური რეალობა დამოკიდებულია დამკვირვებელზე, მაშინ რა არის ობიექტური? პასუხია არაფერი. ისტორია გვაჩვენებს, რომ სიმართლე არასდროს რჩება უცვლელი. ერთი თაობისთვის ფაქტი, მეორე თაობისთვის უკვე საპირისპირო ხდება. პოლიტიკა, ეკონომიკა, ყოველდღიური ცხოვრება, ყველაფერი მუდმივად იცვლება. ჩვენ უკვე ვნახეთ ბუნებაში, რომ რეალობა დამოკიდებულია დამკვირვებელზე. სოციუმშიც ასეა. სიმართლე არ არის უცვლელი. ის იცვლება იმის მიხედვით, როგორც ხედავთ მას. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი, რასაც უწოდებთ რეალობას, შეიძლება შეიცვალოს ერთ წამში, როგორც ორმაგი ჭრილის ექსპერიმენტში. ახლა კი შევეხები აკრძალულ კითხვას. არსებობს თუ არა ღმერთი? რელიგიური პასუხი ამაზე ამბობს, რომ კი, სამყაროს ყავს შემქმნელი. ათეისტები ამბობენ, რომ რა თქმა უნდა არა, რადგან სად არის მტკიცებულება. მაგრამ აქ ორივე მხარე ცდება და ორივე მართალია. რეალურად თეისტები და ათეისტები კამათობენ იმაზე, პირველი ღმერთი იყო თუ სამყარო. თეისტები ამბობენ, რომ ყველაფერს ჭირდება შემქმნელი და სამყაროსაც ჭირდება ღმერთი. ათეისტები ამბობენ, თუ რაიმე მარადიული არსებობს, რატომ არ შეიძლება ეს იყოს თავად სამყარო. ორივე მხარე საბოლოოდ მოითხოვს რწმენას მარადიულობაზე. ერთი მხარე ამას ღმერთში ეძებს, მეორე კი სამყაროში. ორივე უკიდურესად დაუმტკიცებელია, მაგრამ ორივე ლოგიკურია. წარმოიდგინეთ პატარა ჭიანჭველა, რომელიც ცდილობს გაიგოს კვანტური ფიზიკა. მისი twin-ი ამისთვის უბრალოდ არ არის აგებული. ჩვენც მსგავსი ჭიანჭველები ვართ. როცა ვცდილობთ გავიგოთ სამყარო, შესაძლოა ჩვენი აღქმა უბრალოდ არ არის საკმარისი, რათა საბოლოო სიმართლე დავინახოთ. თუ დავუშვებთ, რომ ყველაფერს ჭირდება შემქმნელი, მაშინ ვიღებთ უსასრულო მარყუშს. შემქმნელის, მისი შემქმნელის და ასე უსასრულოდ. ორივე მხარე, თეისტის და ათეისტის, ბოლოს შერდება სადღაც და ამბობს, საიდან დაიწყო ყველაფერი. უბრალოდ განსხვავებულ წერტილში.
აქ კიდევ უფრო ღრმა პარადოქსი იჩენს თავს. თუ ღმერთი ცნობიერია, აქვს აზრები, გზნობები და სრულები, ესე იგი ის სუბიექტურია. ცნობიერება ყოველთვის ნიშნავს პერსპექტივას და სუბიექტურობას. თუ ღმერთი აბსოლუტურად ობიექტურია, მაშინ მას არ გააჩნია ემოციები, არ გააჩნია პიროვნება. და მაშინ ის რითი განსხვავდება ფიზიკის კანონებისგან, სადაც არც ისინი არიან აბსოლუტურად ობიექტურები და არიან ჩვენს დაკვირვებაზე დამოკიდებულები. ყველა რელიგია თავისას ამბობს და დარწმუნებულია, რომ ფლობს აბსოლუტურ სიმართლეს. ქრისტიანებს წამთ, რომ იესო არის გზა სამოთხისკენ. მუსლიმები დარწმუნებულები არიან, რომ მუჰამედი არის ბოლო წინასწარმეტყველი. იუდეველები ხედავენ თავს როგორც რჩეულ ხალხს. ინდუისტებისთვის კი ყველა გზა მიდის ერთ ღმერთამდე. ხოლო ბუდიზმში სწავლება მთავრდება იმაზე, რომ ღმერთი არ არსებობს და მთავარია განმანათლებლობის მიღწევა. ყველას თავისი მტკიცებულება აქვს. წმინდა წიგნები, სასწაულები, პირადი გამოცდილება, წინასწარმეტყველებები, მაგრამ ყველა ვერ იქნება მართალი ერთდროულად. მათი სიმართლეები ერთმანეთისგან განსხვავებულია და ხშირად ურთიერთგამომრიცხავ. და მაინც, ყველა მორწმუნე დარწმუნებულია ისე როგორც კომუნისტი კომუნიზმში, კაპიტალისტი კაპიტალიზმში ან ანარქისტი ანარქიაში. რელიგია შეიძლება ჩაითვალოს იდეოლოგიას სულიერ სამყაროში, ხოლო იდეოლოგია როგორც რელიგია საზოგადოებრივ მიწიერ სივრცეში. ორივე მოითხოვს რწმენას დაუმტკიცებლობაში, ორივე გვთავაზობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და ორივე გპასუხობს ეჭვზე სასჯელით. პირადად ჩემი აზრით ყველაზე ბუნებრივი გზა არის აღიარება იმისი, რომ არ ვიცით. ეს არ ნიშნავს რწმენის უარყოფა. პირიქით ის გვაძლევს თავისუფლებას და მზადყოფნას მუდმივი სწავლისთვის. არ ვიცი არ არის დასასრული. ეს არის გზა, რომელიც აფართოებს ჩვენს თვალსაჩინოს. გვასწავლის, რომ კითხვები არასდროს მთავრდება და გვაძლევს შესაძლებლობას ღრმა დავუკვირდეთ როგორც სამყაროს, ისე რწმენას. შეიძლება სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ გააძლიეროს რელიგია, რადგან ის ბადებს იდეას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავიგოთ ღმერთზე, სამყაროზე და ჩვენს ადგილზე მასში. და სად მივდივართ ამ ყველაფრით? პირველ რიგში უნდა მივიღოთ ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პარადოქსში. ჩვენ ვართ ბიოლოგიური მანქანები, რომელსაც გვჯერა, რომ გვაქვს თავისუფალი ნება, რომლებსაც აქვს ცნობიერება მარადისობის შესახებ. არსებები, რომლებიც ეძებენ მნიშვნელობას, ხშირად უსასრულო და უაზრო სამყაროში. და ეს პარადოქსები არ არის პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. ეს არის ჩვენი არსებობის ფუნდამენტური ბუნება. უნდა გავიაზროთ, რომ მორალი ჩვენშია და არა გარეთ. არ გვჭირდება ღმერთი, რომ ვიყოთ კეთილები. არ გვჭირდება იდეოლოგია, რომ ვიყოთ სამართლიანები. არ გვჭირდება კანონი, რომ ვიყოთ ადამიანურები. ეს ყველაფერი უკვე ჩვენშია და ყოველთვის იყო. ინსტიტუციები, რელიგიური თუ სეკულარული, მხოლოდ იღებენ ჩვენს თანდაყოლილ მორალს და წარმოაჩენენ თავიანთ გამოგონებად, რათა გაგვაკონტროლონ. საჭიროა ვიცხოვროთ ცნობიერად და არა დოგმატურად. ნაცვლად კითხვისა, რა არის ჭეშმარიტება, ვიკითხოთ რა მუშაობს, რა ეხმარება, რა ამცირებს ტანჯვას, რა ზრდის ბედნიერებას, რა ქმნის კავშირს. ეს არა რელატივიზმი, არამედ პრაგმატული ჰუმანისტური გზა, რომელიც აფასებს შედეგს და არა იდეას. თუ მივიღებთ გაურკვევლობას როგორც ძალას, ის იქნება ყველაზე ძლიერი ინტელექტუალური პოზიცია. ის გახსნის გონებას, გააჩენს კვლევის სურვილს, დაანგრევს დოგმებს, ააშენებს ხიდებს. დარწმუნებულობა კლავს, ხოლო ეჭვი აცოცხლებს. თუ არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება, რომელსაც ღმერთი ან სამყარო უკარნახობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ საკუთარი არსებობის ავტორები. ნაცვლად ჭეშმარიტების ძიებისა, ჩვენ შეგვიძლია ვეზებოთ სასარგებლო შედეგები. თანმიმდევრულობა, მოქნილობა, თანაგრძნობა, იდეოლოგიური თავმდაბლობა არ ნიშნავს პოზიციის უარყოფას. პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი პოზიციები არის დროებითი სამუშაო გარემო, რომელიც არ არის მარადიული ჭეშმარიტება. შეგვიძლია ვიბრძოლოთ იმისთვის, რასაც უწოდებთ სწორს, მაგრამ ამავდროულად ვაღიაროთ, რომ შეიძლება უცდებოდეთ. შეგვიძლია ვიყოთ პრინციპულები, მაგრამ თან მოქნილები. გვქონდეს რწმენა და თან ეჭვი. და ეს წინააღმდეგობა არა. ეს არის გზა, რომელიც გვაძლევს თავისუფლებას და განცდას იმისა, რომ კითხვები ყოველთვის წინ წაგვიყვანს. ეს ვიდეო დავიწყე წითელი ფარდით. და ახლა დროა რომ ავხადოთ ეს ფარდა. ფარდის იქით არის სარკე. და სარკეში ხედავთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ საბოლოოდ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, გზნობთ, ვიცით, ჩვენი ცნობიერების პროექცია. ღმერთი, რომელსაც ვუძებთ, არის ჩვენი საკუთარი ღრმა ბუნება. სიმართლე, რომელსაც ვუძებთ, არის ჩვენი საკუთარი გამოცდილება და აზრი, რომელსაც ვუძებთ, არის ის, რასაც ჩვენ ვქვნით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ილუზიაა. ეს ნიშნავს, რომ ილუზია და რეალობა განუყოფელია. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც აცნობიერებს საკუთარ არსებობას. ჩვენ ვართ გზა, რომლის მეშვეობითაც კოსმოსი სწავლობს საკუთარ საიდუმლოებებს. ჩვენ ვართ დამკვირვებელი და დაკვირვების ობიექტი ერთდროულად. ეს ვიდეო თავისთავად იდეოლოგიური აქტია. მე ვქადაგებ ანტიიდეოლოგიურ იდეოლოგიას, რელატივისტურ აბსოლუტიზმს, ობიექტურ სუბიექტივიზმს. ეს პარადოქსულია და თვითგამანადგურებელია, მაგრამ სწორედ ეს არის იდეა. ჩვენ ვერასდროს ვერ გავაქცევთ იდეოლოგიურ მატრიცას, რადგან თავად გაქცევის მცდელობა ქმნის ახალ იდეოლოგიას. მაგრამ როცა ვაცნობიერებთ, რომ ვართ ტყვეობაში, ციხე კარგავს ძალას ჩვენზე.
როცა ვატარებთ ფერად სათვალეს, შეგვიძლია ავიღოთ ის და დავინახოთ, რომ სამყაროში სხვა ფერებიც არსებობს. არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება, მაგრამ ის არ ნიშნავს, რომ ყველა პერსპექტივა თანაბრად ღირებულია. არ არსებობს აბსოლუტური მორალი, მაგრამ ის არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია ვისწრაფოდეთ სიკეთისკენ. არ არსებობს საბოლოო აზრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უაზროა. პარადოქსის მიღება არის სიბრძნის დასაწყისი. მე ვარ კოენი, ეს იყო ჩემი სუბიექტური მტკიცება ობიექტურობის არარსებობაზე, ჩემი აბსოლუტური მტკიცება, რომ აბსოლუტური არაფერია, ჩემი დოგმა ანტიდოგმატიზმზე. და თუ ამან დაგაფიქრათ, მე ჩემს მიზანს მივახციე. კომენტარებში დამიწერეთ, რომელი აბსოლუტური ჭეშმარიტება გაქვთ, რომელზეც ახლა იჭვი შეგებარათ. ან პირიქით რა მომწდები მე და რა არის ნამდვილი ჭეშმარიტება. ორივე პასუხი სწორია და ორივე პასუხი არასწორია. ყველაფერი დამოკიდებულია პერსპექტივაზე. ეჭვი შეიტანე ყველაფერში და განსაკუთრებით ამ ვიდეოში.